ბაჰარი. ნაბიჯვარი. შეპყრობილი მანიაკი. ავადმყოფი. ყველაფერი დასრულდება. პასუხს აგებ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინე ნაძირალავ. ყველაფრისთვის პასუხს აგებ. მანიაკი. ისე ვიჩხუბებენ. მაგრამ რატომ? დემირი რატომ იძლევს? რატომ მეუბნება, რომ მისგან თავის შორს დავიჭირო? შერეფმა ისეთი რა ჩაიდინა, რომ დემირი წყობიდან გამოიყვანა. შერეფი რატომ დუმს? როგორ შეუძლია სიტყვა არ თქვას მაშინ, როცა დემირი ასეთი განრისხებულია? მათ შორის რა ხდება? დედა, მომედი, გამოვიცვლი და მოვა. კარგი შვილო. რასა სიამოვნო გრძნობა, როცა ნაძირალას ადგილს მიუჩენ. ჩვენთვის სახლის წერთმევას აპირებდი, არა? ახლა შენ ცოლს მიხედე. გისმენთ დაუგულდენ. ხაზან, მადლობის სათქმელად გირეკავ. როგორ ჩანს დიდი ხანია მღალატობს, მაგრამ თვალი ახლა ამეხილა. ღმერთმა დაგლოცოს. რას ამბობდაო? ისეთი არაფერი გამიკეთებია. არა, ამას თუ ამბობ ხაზან. ბიზნესი ჩემი ფული წამოიწყო და თან მღალატობდა. უფლება მივეცი, რომ ჩემი ფული განეკარგა. ის კი რაში ხარჯავდა? კინაღამ სახლი წაგართვათ. ეს ხომ საშინელებაა. ჩვენ ხომ მეზობლები ვართ. იცით, თქვენი განერვეულება არ მინდოდა, მაგრამ ეს უნდა გცოდნოდათ. რა თქმა უნდა, სწორად მოიქეცი, რომ მითხარი. იცოდე, რომ ფულის საკითხი მოგვარებულია. ვალი ისე დაფარეთ, როგორც თქვენთვის იქნება მისაღები. არავინ არაფერს მოგთხოვთ. დიდი მადლობა. თითქოს გულიდან ლოდი მომხსნეს. არაფერს ვერ ფასო. მე და გონული დიდი ხნის მეზობლები ვართ. ბურხანი მას აუცილებლად დაურეკავს და ეტყვის, რომ ვალის საკითხი მოგვარებულია. კარგი? კარგი, დიდი მადლობა. ყოჩახ, ხაზან. ყოჩახ. შენიერია. სახლი გადაარჩინე. აბადი ელფინ. არ ვიცი ეს რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ბაჰარი და ის ნაძირალა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, ეს კი საშინელებაა. უბრალოდ ვალდებული ვარ რაღაც მოვიმოქმედო. გაგიკვირდება სახლში რომ არ დაგხვდები, ვიცი რომ რისკზე მივდივარ, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვაყადარავ.
ჩემი არაჩვეულებრივი ყვავილები. რა ლამაზად ყვავიან. რა ლამაზები არიან. დილამშვიდობისა, დედა. დილამშვიდობისა, შვილო. რა კარგ ხასიათზე ხარ. კარგად გამოიძინე. არაჩვეულებრივად მეძინა, დედა. შენ? მეც მეძინა. ხაზან. ბრწყინავ, შვილო. სერიოზულად? ხო. შეცვლილი მეჩვენები. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. ნათქვამია ორსულობა ალამაზებსო. ჩემი ცალკი შვილიშვილი დედის სილამაზეზე ზრუნავს. ჩემი საყვარელი შვილიშვილი. იქნებ არის რამე რაც არ ვიცი. არა დედა, არა. ტელეფონი რეკავს, წახალ ვუპასუხებ. ეს გამომართვი. ქადრიე მირეკავს. ჩემთან სალაპარაკო აქვს. ნახოთ ბურჰანი რას ეტყვის. გულდენმა თქვა გონს მოვიდაო, მაგრამ მითხარი ბურჰან რა გინდა? ნუ აჯანჯლებ. რა ხდება? 2 დღე უკვე გავიდა ბურჰან. ვადაში ამცირე? არა გონულ, მოიცადე, ყველაფერს აგიხსნი, ფული აღარ მჭირდება. ვადები დაივიწყე. კარგი? ვადები დაივიწყე. როგორ? ეს რას ნიშნავს? ჩვენი პირველადი შეთანხმება ძალაში რჩება. როცა შეძლებ, მაშინ გადაიხდი. აღარ მეჩქარება. როცა გადაიხდი, გადაიხდი. ისეთი რა მოხდა, რომ წყალობას იჩენ ბურჰან? სახლს აღარ მართმევ? ასია, არ გართმევ. არ გართმევ. ბურჰან, ხვალ რომ გადაიფიქრო, მერე რა მოხდება? გიმეორებ, რომ ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება, როცა მოგინდება, მაშინ გადაიხდი. შეგიძლია გადაანაწილო. ახლა უნდა გავთიშო. მაბატიე. კარგი, გმადლობ. ხედავ? დარეკე და უკან დაიხიე. ძვირფასო, ის გავაკეთე რაც მთხოვე. კიდევ რა გინდა? კიდევ რა მინდა? კიდევ რა მინდა? შენგან რა უნდა მინდოდეს, გარეწარო. წამოდი. სახლში დავილაპარაკებთ. კეთილი იყო შენი მოსვლა. დაო. კეთილი იყო შენი მოსვლა. ჩემო ლამაზე როგორ მომენადრე. ჩემო ლამაზო. ჩემო საყვარელო. კეთილი იყო შენი მოსვლა. მაბატიე რომ იმ საშინელი ტრაგედიის დროს შენ გვერდით არ ვიყავ. არაფერია. ვიცი დეიდე თქვენის მდგომარეობა. ამაზე არ იხელოთ. ვღელავ რა თქმა უნდა. არ იცი რა გამოვიარე. ჰარუნ ბეის სიკვდილი. მერე შენი ავარია. კინაღამ ჭუიდან გადავედი. მაგრამ მოსვლა ვერ შევძელი. ყოველდღე ჩემს დას ვურეკავდი და კითხულობდი. ღმერთვანათელში ამყოფოს მამა შენის სული. საოცარი ადამიანი იყო. არასდროს უწყენინები ვართ. ახლა აქ ხარ. თავარი ეს არის. მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს გნახე შვილო. ფამუკმა შენზე ბევრი რამ მიამბო აინურ. მართალია არ მახსოვ ხარ, მაგრამ ვგრძნობ რომ დიდი ხანია გიცნობ. რადგან არ გახსოვარ წამოსვლის ეს ყოველი შემთხვევისთვის, ეს წამოვიღე. ნახე? შეხედე. ფამუკ, შეხედე. ჩემგან შორს რომ იყავი ამ ფოტოებს დავცქეროდი ხოლმე. რას გეუბნებოდი? მე და აინურმა გაგზარდეთ. ჩვენს ხელში გაიზარდე. შერეფ,
შენთვის მადლობა არ მithქვამს. უბრალოდ აღელვებული ვარ. ჩემს წამოსაყვანად ამ ხელაგზა გამოიარე, დიდი მადლობა. რას ამბობდაო აინურ? ეს აღარ გაიმეოროთ. ძალიან მოგვენატრეთ. დიდი მადლობა. Pamukhanim, nu შეყომდებით თორემ ავტობუსზე დააგვიანებთ. შერეფ რატომ შემახსენე? ისედაც ძალიან განვიცდი რომ მივდივა. Pamuk, თქო ვარ გინდა. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მართალი ხარ. ჩემი წასვლის დროა. კარგად იყავით აი სუნხანიმ. ნახვამდის. წავიდეთ. გაგაცილება. ბედნიერი მგზავრობა. ეზოში დამელოდეთ ახლა ვეგამოვალ. კარგი. გაცილება საჭირო არ არის. შემიძლია ტაქსი გამოვიძახო. როგორც იტყვით Pamukhanim. ხო, ასე სჯობს. ისე კი წასვლა არ მინდა. არ დაგაძალებთ. ბედნიერი მგზავრობა. გმადლობ. თავს გაუფრთხილდი. თქვენც ასევე. გმადლობ ძვირფასო. ამას უყურე. ესე იგი სინდისი შერჩენია. ალბათ თავი უხერხულად იგრძნო. მადლობა ღმერთს. დედა? შვილო. ხედავ კარგი ამბავი გაიგე. მართალია. დედა ქადრიეს პრობლემა დადებითად გადაწყდა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. Ben de ona sevindim. ძალიან კარგი. დედიკო, ბედნიერებისგან ბრწყინავ. Öyle mi diyorsun? მართლა. Güzel. ჩემო ძვირფასო. მოდი საუზმე მოვამზადოთ. Sonra da güzel. რამე გემრიელი უნდა მივირთვათ. Kahvaltımızı yapalım ha? კარგი, წავიდეთ. წამოდი. Bahar zülfası. რატომ მიშვებ შენი დატოვება არ მინდა. Ya ablam sen de ნუ აზვიადებ თითქოს უცხო ადამიანის ხელში ტოვებ. Şöyle Aynur ablaya. რა კარგად თქვი აინურ. ჩემი სათქმელიც ეგ არის. Tamam doğru söylüyorsun. ეგ მართალია, მაგრამ რა ვქნა? წასვლა არ მინდა. მოდი ჩაგეხუტო ჩემო ლამაზო. Gel sana მოდი şöyle ჩემთან. doya doya bir მოდი sarılayım. ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო. Hadi ben de geleceğim. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. Hayır. არა საჭირო არ არის. Burada vedalaşalım. დავამშვიდობებით ერთმანეთს და დავიშალოთ. თავს გაუფრთხილდი, შვილო. ხშირად დაგირეკავ. Arayacaksın tabii. რა თქმა უნდა, დამირეკავ. Sen de endişelenme. ჩემზე არ იდარდო, კარგი? Bak. ჩემთან აინური დარჩება. Birlikte. ყველაფერი კარგად იქნება. Ben inanıyorum. შენს დაბრუნებამდე ყველაფერი დაალაგდება. Güzel olacak. İnşallah ya. იმედი მაქვს, შვილო. İnşallah. Canım. ჩემო ძვირფასო. Şeref. შერებ, Bir bakar mısın? მოდი აქ. Kim bu kadın? ეს ქალი ვინ არის? საიდან მოვიდა? და აინორი? როგორ თუ საიდან? აქ ბევრი წელი მუშაობდა. ის Pamukis და შენი და ჰარუნის ქორწილამდე 3 თვით ადრე ავადმყოფი დეიდის მოსავლელად წავიდა. კარგი ხალია. İyi. კარგი ხალია. Gözün aydın o zaman. იზღამაგლდა. Pamuktan kurtuldum. მეგონა Pamuk's ვიშორებდი და ახლა აინური გამოჩნდა. Ne oldu ne dikildi? რა ხდება აქ, რატომ დგან ხარ? გელოდები რამეს ხომ არ დამავალებ. Başka bir არა, შეგიძლია წახვიდე. გმადლობ. წადი.
აბონენტი დროებით მიუწვდომელია. Allah რა ხდება? neden kapalı? ტელეფონი გათიშული აქვს. Efendim? გისმენთ ხალბატონო. ალო ჰაჯერ, როგორ ხართ? ყველაფერი რიგზია? ხო, ყველაფერი რიგზია. ელფინი როგორ არის? უკეთ არის, სიცხე აღარ აქვს. ხამე კარგად ეძინა. მიხარია. დემირს ვურეკავ, მაგრამ ვერ ვუკავშირდები. არ იცი სად არის? დემირი არ არის. დილით საქმეზე გავიდა. რა საქმეზე არ უთქვამს? არ ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამს. რომ ცეთქვა? ვერ დავიმახსოვრებდი. İyi tamam neyse ben zaten კარგი, დღეს შემოგივლით. ელფინს მოვინახულებ. მე ვილაპარაკოთ. Tamam hanımım. კარგი ხანიმ. Başımıza მოუთმენლად გელოდებით. Aynur, აინურ, gözünü bir an olsun. ბაჰარს წამით არ მოაშორო თვალი. Son zamanlarda bu ბოლო დროს სახლში უცნაური რამ ხდება. Ya ablam თვალს არ მოვაშორებ და უნუხელა. anlattın ya. ეს უკვე ასჯერ მითხარი. Ha, sanki dün Ah, gelmiş პირველად gibi ხომ არ ვარ? davranıyorsun, ha? bazen იცი ზოგჯერ ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით ბაჰარი ამ sახლში რომ მოვიყვანეთ. yaptık bilmiyorum. Allah. დაო, o nereden საიდან çıktı ასეთი şimdi ya? სევდიანი აზრები? Ya herkes ვიფიქრეთ, რომ ასე ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. გოგონას სიღარიბეს გადაურჩა. ჰარონ ბეი და გუზინ ხანიმი მშობლები გახდნენ. ასე არ არის? დღესაც იგივენაირად მოვიქცეოდი დაო. İyi de Aynur, მართალი ხარ, kızın başına gelmeyen kalmadı. მაგრამ საბრალო გოგომ რამდენი რამ გადაიტანა. დაო, ასეთი ბედი აქვს. ვინ იცის მომავალში ვის რა გველოდება? ვილოცოთ, რომ მას საუკეთესო მომავალი ჰქონდეს. İnşallah. ღმერთმაგნას. Aynur, ღმერთმაგნას. İnşallah yavrum. Ha, sana daha önce anlattım. ეს ხომ უკვე გითხარი? Bizim şeref. ჩვენი შერეფი ბაჰარზეა შეყვარებული. Ben de ikisini ვფიქრობ birbirine ერთმანეთს შეეფერებიან. O avukat bozumsuz. ადვოკატმა ბაჰარს გული ძალიან ადგინა, Mutlu olsun istiyorum. მაგრამ მინდა რომ ბედნიერი იყოს. Yapmaya çalışıyordum. ამიტომ ვცდილობდი რომ ერთმანეთს დაახლოვებოდნენ. კარგი, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება. შერეფმა იცის რომ ყველაფრის საქმის კურსში ვარ. იცის ვუყხარი. გასაგებია. აი კიდევ რა. აი სულთან ფრთხილად იყავი. Onun მას ისეთი მზაყრული გეგმები აქვს, ვერ წარმოიდგენ. İnsanın aklı hafızalısı almaz. დაუნუხელა. ყველაფერი გასაგებია. წადი თორემ დაგაგვიანდება. დაისვენე თავს გაუფრთხილდი და ჩვენზე არ ინერვიულო. კარგი? კარგი. ბაჰარსაც გაუფრთხილდი. Çok dikkat et. შენს თავსაც. ღმერთი გფარავდეთ. კეთილი მგზავრობა. დაო. კარგი. წადი. Yeri tam olarak ეგ ადგილი იცი არა, სადაც არის ჯაბარ. İyi bilirim orada. ვიცი ძმაო, ამ რაიონს კარგად ვიცნობ. Vaktinde დათქმულ დროზე მოვალ. არა, მარტო არ მოხვიდე. რამდენიმე ბიჭი წამოიყვანე. adam bu. biz ორიც ვეყოფით, ნუ ღელავ. merak etme sen. Eyvallah. ადვოკატი სათანადოდ უნდა შევაფასოთ. ჩხუბი კარგად გამოსდის, საკმაოდ მძიმე ხელი აქვს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჯაბარ დანდობა Yarattı demeyeceğiz. არ იქნება. Unutamayacağım. ისეთ გაკვეთილს ჩაუტარებ, მთელი ცხოვრება იმახსოვრება. Tamam. კარგი, კავშირზე იყავი. დემირ ეფენდი, ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაგაქრობ. მე და ბაჰარს ხელს ვეღარ შეგვიშლი. Zaman gidecek acaba. ნეტავ შერეფი როდისავა? იქნებ გადაიფიქრა. Ama yok. არა. Konuştu ki მტკიცე თქონდა გადაწყვეტილი. აუცილებლად წავა. Ya Temir hep şey. რამე რომ მოხდეს? Gidiyor. მიდის. Yok abi. მგონი მიდის.
კარგი ჯაბარ, უკვე გამოვდივარ. ხო, ასეა. ბიჭები შეკრიბე. კუნგურგაზის ტყეში შევხვდეთ. ხო, იქ. სწორედ ასეა. დაგირეკავ, როცა მივალ. ბაჰარ Bizden daha fazla მიხარია რომ ayrı გადაიფიქრე და kalmayı სახლში çok დაბრუნდი. iyi oldu canım. İyi mi oldu? გიხარია? რატომ? Çok yakında düğüne მალე hazırlıklarımız ქორწილის başlıyor სამზადისს ya. ვიწყებთ. Seviniyorum bizim ამიტომ de მიხარია რომ ჩვენთან ხარ. hazırlıklara yardım eder. დამეხმარები. Baksana. ახლა მე და დემირს Demir'le ბედნიერებაში artık aramızda ხელს აღარაფერი evlenmemize შეგვიშლის. hiçbir engel kalmadı. Elfin de ელფინი iyileşti. გამოჯამრთელდა. İlaçlarını bile getirtmeme წამლის gerek შეკვეთა yok საჭირო artık. აღარ არის. Demir ve მე beni და დემირს უკვე ვეღარაფერი შეგვაჩერებს. Nişanda da aramızda მიხარია olmana çok ნიშნობაში რომ sevinmiştim. იყავი. ქორწილშიც O kadar იქნები. mutlu oldum. Sizin adınıza çok sevindim. მიხარია ის უნგილოცავ. Sizden tebrikler. Oh, ne güzel demlemiş. რა გემრიელი ჩაია ძვირფასო. შეგერგოს დედა. ყველაფერი ძალიან გემრიელია. მოდი, Mı? დავარტყათ. Anne Dede, ya. Senin yumurta შენთან bile მოგება gelmesi შეუძლებელია. imkansız. ძალიან ძლიერი ხარ. Kızım, tutmaya da bileceksin. უბრალოდ სწორად უნდა გეჭიროს და სწორად უნდა დაარტყა. Sen de sağ ol. შენც ძალიან ძლიერი ხარ. Öyle değildim aslında. ადრე ასეთი არ ვიყავი. Ama insan ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან. kendimi eskisinden çok თავს ახლა უფრო ძლიერად ვგრძნობ. Aferin kızım benim. ყოჩახ ძვირფასო. Annelik böyle bir şey. დედობა ასეთია. Duracaksın. ყოველთვის ძლიერი უნდა Sağlam იყო. duracaksın. Sen ფეხზე მყარად უნდა იდგე. şeye takılma. Doğru yoldan საკუთარი gidersin. თავის რწმენა არ დაკარგო. Bak gör. სწორი გზიდან არ გადაუხვიო. ben yıllarca düşündüm. სულ ფიქრობდი, Senin რით დავიმსახურე რომ შენი სანა დედა მყავს. Kalp artık cevap ვფიქრობ პასუხი ვიცი. zorluklarla სირთულეებთან ბრძოლამ გაგხადა, ასეთი ძლიერი. ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვამ ისეთი გაგხადა, როგორიც ხარ. Ah be kızım. ჰაზან, Serhat. ჩემო ლამაზო. Anne senin დედა, torunun ბრძოლის უნარიანობა საუკეთესო მემკვიდრეობაა, en güzel რომელიც შეგიძლია შენ შვილს და შვილიშვილს გადასცე. korkma. როცა მიზნის მისაღწევად, შიშის, დანებების გარეშე წინ მიიწევ, İnsan სულ სხვა ადამიანი ხდები. Ah be güzel kızım. ჩემო საყვარელო, Tane. უკვე გაიზარდე. Dün olgunlaştın. საკმარისად მომწიფდი იმისთვის, რომ დედას ასეთ თემებზე ესაუბრო. Hamilelik seni çok ორსულობამ ძალიან შეგცვალა. ჩემო ლამაზო, başlangıç biliyor musun? მაგრამ იცი, ეს დასაწყისია. Aldığında. Bambaşka. როცა შვილს ხელში აიყვან, სულ სხვა ადამიანად იქცევი. Benim torunum. ჩემ შვილიშვილს ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ შენ მისი დედა ხარ შვილო. Kızım. ხო, შენ შვილიშვილს მართლა გაუმართლა, Çünkü იმიტომ რომ შენი სანა ბები აღავს. aman. ჩემო საყვარელო, Deli kızım კარგი, benim. მოდი ვისაუზმოთ. Kahvaltımızı yapalım. მოდი, კარგი ძმაო, ნუ ველავ. კავშირზე ვიქნები. კარგი. შერებ. გამარჯობა. სად მიდიხარ? გამარჯობა ბაჰარ, მინდა მანქანა ხელოსანთან წავიყვანო. მართლა? მე კი ვიფიქრე სადმე გავისეირნებდით. უჩინ ხომ დამპირდი? ო, დაგპირდი, მაგრამ მანქანამ ტექთა თვალიერება უნდა გაიაროს. Canım ne olacak bir gün geç. რა დაშავდება ხვალ რომ წახვიდე? Hadi arabayla çıkalım. მოდი გავისეირნოთ.
არა, ახლა არ შემიძლია, მაგრამ როცა დავბრუნდები, სადმე ერთად ვივახშმოთ, კარგი? რა სიტყვი? არა, გვიანი იქნება. მე ახლა მინდოდა გასვლა. პირდები დიდხანს არ დავხვდები. დაგირეკავ, კარგი? შეხვედრამდე. ალო, ტაქსის გამოძახება მინდა. ოზდილების ვილა. დიახ, ნომერი 56. გელოდებით. გმადლობთ. Nurcan abla. ნურჯან, გამარჯობა. ჰაზან, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? შემოდი. არა, სხვა დროს იყოს. ახლა ელფინის სანახავად მინდა წასვლა. შემოდი, ნურჯან. შემოდი. დილო მშვიდობისა. ელფინი გამოწერეს, მის სანახავად ვაპირებ წასვლას. ხო, დემირმა დაგვირეკა. როგორ არის? თავს უკეთ გრძნობს? უკეთ არის, ახლა სახლშია. მადლობა ღმერთს. ძალიან მიხარია. ხო, მე ძალიან მიხარია. დედა, ჩვენთან ერთად წამოხვალ? Ben işe güce başlamışım. არა, ახლა ვერ წამოვალ. Siz ikiniz ეს არის სახლის დალაგება დავიწყე. evine kalabalık. თქვენ წადით ავად მუყოფთან. ბევრი ხალხის მისვლა არ შეიძლება. Kızım hadi gidin. მე მოგვიანებით მოვინახულებ. წადი შვილო, წადი. მე მერე მივალ. Ay çok sevindim Nurcan. ნურჯან, როგორ მიხარია? Hiçbir şey. ავად მუყოფობამ გოგო ძალიან დატანჯა. Hadi görüşürüz anne. დროებით, დედა. Ben de biraz. მიდით, მეც მალე მოვალ. კარგი, ნახვამდის. ნედავ დაგეჯერებინე ბაჰარ. მე მხოლოდ ის მინდა, რომ მისგან დაგიცვა. შენ არაფერი იცი. მათ მოგატყუეს. ამ გარეწარს თუ ჭკუ არ ვასწავლე, არაფერი გამოვა. დაწყევლილი ადვოკატი. ყოველთვის გზაზე მეღობება. ბაჰარის თვალწინ ჩემს დამცირებას ბედავს. გაგანადგურებ, იდიოტო. Ah Alfin, ne çok korkuttun bizi. ელფინ, როგორ შეგვაშინე? Hiç sorma, aklımız. ძალიან ვინერვეულად. Sizin mi benim mi? მე მკითხეთ. Alpin öyle yerde görünce ქიადაგზე რომ დავინახე, კინაღამ გულის შეტევა მივიღე. Yüreğime iniyordu yüreğime. Sen de ne çok koştun. დავახაჯერ, თქვენთვის ძალიან რთული იქნებოდა. Koşturacağım რა თქმა უნდა, Alpin. მაგრამ ელფინის გამო ყველაფრისთვის მზად ვარ. მადლობა ღმერთს, რომ გამოჯამრთელდა. İyiyim Nurcan. ყველაფერი ვიქცია. ნუ ხელავთ. ძალიან მიხარია საყვარელო. კარგია, რომ ძლიერი ორგანიზმი გაქვს. სწრაფად გამოჯამრთელდი. უბრალოდ ჯიუტი ვარ. ადვილად ავტნებდები. ოჯახ. აბა? თარიქი სად არის? Kaç gündür დიდი ხანი არ მინახავს. çok ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. hayret. დაუჯერებელია. უყურადღებობას იმით ამართლებს, რომ დაკავებულია. İnsanınızı bir kere aramak. დედას ერთხელ მაინც დაურეკოს. Sizi nasıl თქვენი საქმეები როგორ მიდის ძვირფასო? Ben bize bir şey რამეს მოვიდან? რა გესიამოვნება ძვირფასო? არაფერი, ხაზან, გმადლობ. კარგი, Ben bakarım. მე გავაღებ. აი სუნხანიმ, Aa Hazan. ხაზან, გამარჯობა. Ne güzel როგორ seni ხარ? burada görmek. მიხარია შენი ნახვა. Ben de Elfin. ელფინის სანახავად მოვედი. İyi yapmışsın. რა კარგია. შემოვბრძანდით. Tamam canım. გმადლობ. ღმერთო. მივალაგებ. Hanımım. hoş ქალბატონო, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მოვბრძანდით, გთხოვთ. Hacer'cim. გმადლობ, ჰაჯერ. Elfin. ელფინ, Geçmiş ყველაფერი olsun კარგად canım. არის? Sağ ol. გმადლობ. Geçmiş მალე გამოჯამრთელებას გისურვებ. გთხოვთ. O zaman ben bize bir ყავას მოვადუღებ.
Hanımım sade. ხანიმ სუშაკ რო ყავა უყვარს. კარგი, პალტოს გამოგართმევთ. ბურხან, რა კარგია რომ შეგხვდი. სიჩქარეში მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარე. ჯერ სახლის წართმევით დამემუქრე. მერე გადაიფიქრე. მაგრამ არა უშავს. შეცდომის აღიარება არასდროს გვიანი არ არის. რაც უნდა იყოს გმადლობ. შენ რა მეხუმრები დაოგონო? იმის მერე რაც გააკეთე დამცინი კიდეც? დამცინი? რა ხდება ბურხან? რა გავაკეთე? საკმარისია დაოგონო, ვითომ არაფერი იცი. რაზე მელაპარაკები ბურხან? შენმა შვილმა დამაშანტაჟა, შენ კი მადლობას მიხდი? შენ გამო კინაღამ ოჯახი დამენგრა. რას ამბობ? რა შანტაჟზე ლაპარაკობ? დაოგონო, თავს ნუიკატუნებ, ვითომ არ იცი. გეფიცები არაფერი ვიცი ბურხან, მითხარი რას გულისხმობ? ამას წინათ პარკში ნაცნობთან ერთად ვიჯექი. მეგობრული საუბარი გქონდა, მეტი არაფერი. მერე? შენი შვილი მოვიდა და ჩუმად გადაგვიღო. მერე? მერე ოფისში მოვიდა და შანტაჟით დამემუქრა. მე უკან არ დავიხია, ის კი ადგა და ჩემს ცოლს ვიდეო აჩვენა. მოღალატეც კი მიწოდა. თქვენ გამო ოჯახი მენგრევა, თან? მე ქალთანეს მეძახით. არა ბურხან, გეშლება. ჩემი შვილი ამას არ იზამდა. არა, რა თქმა უნდა. მეც ასე მეგონა. მაგრამ მოვიდა და ყველაფერი პირდაპირ მითხრა. თუ გინდა ჩემს ცოლს კითხე, ჩემი თუ არ გჯერა, ის გეტყვის. რომ ცოდნოდა ასეთი სასტიკი ადამიანები იყავით, გამარჯობასაც კი არ გეტყოდით. ფულის სესხებაზე აღარაფერს ვამბობ. ხელს როგორ გაგიმართავდით? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.